ჯანდაბა, კიდევ ერთხელ უნდა გადავიღო. მისტერ მაქს. ვერ ხედავთ მეგობრებო, მე ვიღებ TikTok-ს ჩემი გამომწერებისთვის. მაქსი TikTokeri ბიჭია. მაგარია, იყო TikTokeri. დაცვის თანამშრომლად ყოფნა უფრო მაგარია. მუდამ ვიცავ კამპუსს. მისტერ მაქს, სხვათა შორის ჩვენი გამომწერებიც გველოდებიან. ეს უსამართლობაა. წაიკითხეთ კომენტარები ვიდეოს ქვეშ. ძალიან ბევრი შეკითხვა დაგროვდა. სურთ იცოდნენ ყველაფერზე სიმართლე. ნამდვილად გსურთ, რომ ჩვენს გამომწერებს უთხრათ ეს სიმართლე? დიახ! არა? ჩაკ, დავიღალე შენგან. კარგი. მხოლოდ სიმართლე, ყოველი სიტყვა. ჩვენი გამომწერები ამას ნამდვილად იმსახურებენ. კარგი, მოდით უთხრათ ჩვენს გამომწერებს ყველაფერი ისე, როგორც რეალურად არის. მაგ შეგიძლია დამეხმარო TikTok-ზე დარეგისტრირებაში? იცით მეგობრებო, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ არ ვართ ლუზერები, ვიზეიმოთ ჩვენი ახალი სეზონი. ამდენ კოლას ნუდალევთ, ეს ცუდია, თქვენი ჯანმრთელობისთვის. პონკა, ახლა მაინც ნუ მარიგებ ჭკუას. მე მხოლოდ შენზე ვღელავ. კოლა ძალიან ბევრ შაქრითაა, საზიანოა. მაგრამ შენ იცი, რომ შაქარი არის გლუკოზა და გლუკოზა კარგია შენი ტვინის მოქმედებისთვის. ზომიერი რაოდენობით 15 გრამი დღეში, გაცილებით მეტია მაგ კოლას კილოში. მერე რა? ესეც ასე გამოგიჭირეთ. მისტერ მაქსი, გეძებთ მთელს კამპუსში და რას აკეთებდით ამდენ ხანს? კოლას დალევა ცუდია. მე უკვე ვთქვი, რომ კოლას დალევა ცუდია. კარგი, მოდი გავარკვიოთ, რა სურს მისტერ მაქს ჩვენგან. წავიდეთ. წავიდეთ, პარტნიორო. მეგობრებო, ჩვენმა გამომწერებამ მხოლოდ სიმართლე უნდა იცოდნენ. დარწმუნდით, რომ გულწრფელად უპასუხებთ. ჩვენ წავიკითხეთ ყველა თქვენი კომენტარი და შევარჩიეთ ყველაზე საინტერესო კითხვები. აბა მზად ხართ? ხმაური შევქმნათ. პირველი შეკითხვა, მისტერ მაქს და მისტერ მაქსი კი ეს მე ვარ, ხო? როდის იპოვი ახალ შეყვარებულს? იცით მეგობრებო, ხანდახან მენატრება ქეითი. შეიძლება ცრემლებით კი წამომივიდეს, მაგრამ მგონია, რომ ის გოგო რეალურად თავად მიპოვის და არა მე ვიპოვი მას. ასე მგონია. ხო მართალია? კიდევ ერთი კითხვა. ვინ არის კამპუსის დირექტორი? იცით ვინ არის კამპუსის დირექტორი? არა! ხანდახან მგონია, რომ კამპუსის დირექტორი ჩაკია. მაშასადამე დირექტორი შეიძლება ყველგან იყოს და შეიძლება ჩვენს შემდგომ ეპიზოდშიც კი გამოავლინოს საკუთარი თავი. ასე რომ, შემდეგი შეკითხვა კამილს. მოგწონს, რომ მილანა ასე ხშირად ტოვებს ხოლმე კამპუსს? ისე მე ნამდვილად არ მომწონს, იმიტომ რომ მე მსურს მისი ყოველდღე ნახვა და მასთან ერთად მეტი დროის გატარება. გითხარით სიმართლე, მართლა წვილი ხართ თუ არა? რა თქმა უნდა. აბა, მხარი დავუჭიროთ. მილანა, მაშინ შემდეგ კითხვა შენთვის არის. რა უნდა გააკეთოს კამილმა, რომ მიატოვო იგი? ისე არ ვიცი, მიმაჩნია, რომ კამილი მიყვარს და არასდროს მივატოვებ მას. შემდეგი კითხვა შენია ამინა. ბოლოს და ბოლოს როდის გეყოლება შეყვარებული? ისე არც კი ვიცი, კამპუსში როდის იქნება მაგარი გულისხმობ მაგარი ბიჭი მოვა კამპუსში. შემდეგ მე დავფიქრდები. მენდი, კითხვა შენთვის, როდის დატოვებ კამილს მარტო? არასოდეს, სანამ არ მოვიპოვებ მას. ბოლოს და ბოლოს აღიარე ვინ არის შენი საყვარელი. კარგი, მე ჯერ არ მყავს შეყვარებული გულწრფელად. ვინმე სიმპათიური რომ გამოჩნდეს, ალბათ დავუახლოვდები. რაც შეეხება ბუშტთან დაახლოვებას, არა, ბუშტთან დაწყვილება ნამდვილად არ მინდა. ჩაკ, კითხვა შენთვისაა.
ხელფასი რამდენი გაქვს? ისე ძალიან ბევრია, მაგრამ მე არ გეტყვით ზუსტ ციფრებს. შეგიძლიათ დათვალოთ. დავნაძლევდები, რომ ის რაღაცას მალავს. ვინ არ მოგწონს კამპუსში ყველაზე მეტად? შემიძლია ამის თქმა? ჩვენ დღეს ყველაზე გულწრფელები ვართ ჩვენი მაყურებლების წინაშე. ეს მისტერ მაქსია. ჩაკ, ეს იმიტომ რომ ჩემი გათავისუფლება გინდა. ჰეი ჩაკ, მეგონა ჩემს სახელს იტყოდი. შენ თქვი რომ კარგი ხელფასი გაქვს, არა? დაემშვიდობე შენ კარგი ხელფასს. ასე რომ კითხვა ლოლას, რატომ ეძახი ყოველთვის დენს რაღაც სახელებს? აბა,ახლავე ჩამოვთვლი შენს ნაკლოვანებებს. პირველ რიგში შენ მე დამარტყი. როგორ შეგიძლია შენს გოგოს დაარტყა? მეორეც, შენ მე არ დამიჭირე და საერთოდაც ბევრ რამეს ძალიან არასწორად აკეთებ. სწორად გაიგე. იყავი გულწრფელი დენს, ჰალკის გეშინია? მეშინია ჰალკის? არასოდეს. ასწავლე ჭკუა, მას ეშინია, აჩვენე მას ხომ ეშინია, წადი შეაშინე იგი. მე შენი არ მეშინია, ჰალკ. ლორა არ გინდა ფაზლს რომ დაუახლოვდე? ენჯისთვის შურისაძიებლად კარგი იქნებოდა. ამაზე ფიქრობდი. ფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი შურისძიება იქნებოდა ენჯისთვის. მზად არის თუ არა ის, რომ შენ დაგიკავშირდეს, ბოროტულ გეგმას გავს. წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ. ფიქრობ, შენ გააქვს შანსები, ფაზლ. ჩაკ, დაუსი კითხვა ინს. ზუსტად ამაზე ვფიქრობდი. როგორ ცხოვრობდი კორეაში, თუ მხოლოდ ანიონგ ჰასეო იცი? მიუხედავად იმისა, რომ იქ განსხვავებული ენაა და სიტყვები სხვანაირად წარმოვიდგნის. არა, ჩაკ, ისინი ამბობენ ანიონგ ჰასეიო, რაც ნიშნავს გამარჯობა. ანიონგ ეს ნიშნავს გამარჯობას. იანგ ახალგაზრდას სინამდვილეში რომ იცოდე, ბავშვობაში კორეაში ვცხოვრობდი. აქაური ნუდლსი მოგწონს? რა თქმა უნდა, მე მომწონს აქაური ნუდლსი. კარგი ადამიანია. გმადლობთ ახალგაზრდა ჰასეიო. მეგობრებო, შემდეგი კითხვა არის ბუშტისთვის. ბუშტო, რატომ არ ხართ შენ და სტეფი წყვილი ჯერ კიდევ? უბრალოდ ასე მოხდა, რომ ჩვენ არ ვართ შეყვარებულები. სულ ესაა და ეს მეტი არაფერი. ბუშტო, ახლა შენ გაქვს შესაძლებლობა უთხრა სტეფს, გაქვს თუ არა რაიმე გრძნობები? ყველაფერი გამქრალია, ყველაფერი გამქრალია. ვაუ, ყველაფერი გამქრალია. მეც ზუსტად ასე ვგრძნობ თავს. შემდეგ კითხვა არის ჩვენი კამპუსის საუკეთესო ბიჭისთვის. ვინ უფრო გაღიზიანებს ფაზლ, ჰალკი თუ ბენსი? აბა რომელი? რა თქმა უნდა ჰალკი, მაგრამ მე ბენს მოღალატედ ვთვლი, ამიტომ ის მაღიზიანებს ყველაზე მეტად. შემდეგი კითხვა შენთვისაა. ჰალკ, შენ ყველა გოგოს უახლოვდები. შეგიძლია გადაწყვიტო ერთხელ და საბოლოოდ, ვისთან ერთად გინდა ყოფნა? რა თქმა უნდა, შემიძლია გადავწყვიტო, მაგრამ ჯერ არ მინდა გადაწყვეტილების მიღება. მე მინდა რომ ვიყო თავისუფალი, გავაგრძელებ ყველა გოგოსთან დაახლოვებას. ლორასთანაც კი? დიახ, შემდეგი კითხვა შენია, პონკა. არ გწყინს ხოლმე, როცა ბატონოძავრს გეძახიან? მე არ ვარ განაწყენებული, იმიტომ რომ მე ყველაზე ჭკვიანი გოგო ვარ. საინტერესო კითხვა დილანს ჩვენი გამომწერებისგან. იქნებ ბოლოს და ბოლოს პონკას დაუახლოვდე? ისე კარგი იქნებოდა პატარა ენჯი რომ ყოფილიყო. რა თქმა უნდა მას დაუახლოვდებოდი, მაგრამ პონკა ჩვენი მეგობარია, ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ამიტომ ფიქრობ, მგონი არა.
ჰეი პონკა, თუ შენ უნდა აირჩიო ფაზლსა და დილანს შორის, მათ შორის რომელს აირჩევდი? გვიპასუხე. ცუდი ბიჭი და დილანი ორივე მაგარია. რთული არჩევანი იქნებოდა, მაგრამ ჩემი გული უკვე დაკავებულია. ასე რომ ვინ დაიპყრო შენი გული? ვინ დაიპყრო შენი გული? გვითხარი, ვინ გიყვარს? ვაუ, გვიპასუხე. გვითხარი, ვინ დაიპყრო შენი გული? ვინ დაიპყრო შენი გული? გვითხარი. გვითხარი. მე ვფიქრობ, რომ ეს პირადულია. ჰეი, ოჯახში საიდუმლოებები არ არის. მართალია. კარგი, შემდეგი კითხვა შენთვისაა, გუფი. უბრალოდ იყავი გულწრფელი, როგორც ნამდვილი მამაკაცი. სიმართლე თქვი, შენ ბაძავ ფაზლს? რა თქმა უნდა, არ ბაძავ მას. ის დიდებული ადამიანია და ალბათ მე მისგან რაღაც ავიღებ. მაშინ საკითხავია, რატომ იკეთებ ფაზლისნაირ ბენდენებს? ვფიქრობ, ეს ხაზს უსვამს გონივრულობას და გეხმარება გონების კონცენტრირებაში. მე მგონი, ჩვენი ბიჭი იტყუება. კარგი, ჩემთვის კითხვა არ იქნება? არც ერთმა გამომწერმა არ დამისვა შეკითხვა? ბოდიში დაგ. აქ არის ერთი შეკითხვა შენთვის. რაში გჭირდება ვარდისფერი ბიტა? ეს არის შენი საყვარელი ფერი? დიახ, ვარდისფერი ჩემი საყვარელი ფერია. მე ვქმნი ტრენდებს და ვარდისფერი ახლა ტრენდული ფერია, ხომ იცით? ახლა კი ბოლო კითხვა, რომელიც არანაკლებ საინტერესოა, ვფიქრობ ჩემი გამომწერებისთვის. შეკითხვა ნაისისთვისაა. ოდესმე გიცდია ჩვენს ულამაზეს კორეელ გოგონა იმთან დაახლოვება? ეს ბოლო შეკითხვაა? დიახ, მოდი ჩვენმა გამომწერებმა უპასუხონ ამ კითხვას კომენტარებში. როგორ ფიქრობთ, ვინ არის ჩემთვის საუკეთესო მეწყვილე? მე მგონია, რომ ინმა მას კორეულად უნდა უპასუხოს. მიდი, უთხარი უარი კორეულად ინ. არ ვიცი როგორ თქვა უარი კორეულად. მე მხოლოდ სიყვარული ვიცი, სულ ესაა. მე მგონია, რომ ინი საერთოდ არ არის კორეიდან. მე მგონია, რომ ის ამდენი ხანი გვატყუებს. ის ალბათ უფრო სხვა ქვეყნიდანაა და სიმართლე ჯერაც არ უთქვამს ჩვენთვის. სულ ესაა და ეს. მეგობრებო, მე მგონი კონფლიქტისკენ მივდივართ. ამიტომ აქ უნდა დავასრულოთ ჩვენი კითხვები. ვფიქრობ, ჩვენი ბავშვები საკმაოდ გულწრფელები იყვნენ ჩვენთან და ჩვენს გამომწერებთან. ამიტომ არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ ვიდეო და თვალი ადევნოთ ჩვენს ახალ სერიებს. ნახვამდის ყველას!